Abi. ძმაო, მოდი ცოტა ხან შევისვენო და რამე ვჭამოთ. ვიდრე არ მოვჭებით არანაირი ჭამა. ვერ მოითმენს. ჯიბეში ბუტერბროდი მიდევს, ამოიღე. გამარჯობა. თქვენი შვილია? დიახ. რა პატარაა? ქმარი არ ყავს? თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე. კარგი. პროდუქტების სახლშიც მოგვაქვს და ნისიადაც ვაძლევთ. ჩემი ნომერი ფანჯარაზე წერია. Teşekkürler zahmet oldu. ყურადღებისთვის მადლობელი ვარ. Kilidi de değiştirmek. ეს საკედი უნდა შევცვალო. İşimiz var. ამ კაცთან მეტი სიმკაცრეა საჭირო. შვილო, მოდი ჩემთან. Mehmetciğim. მოდი. İşte oğlum. აი პატარა. Yeni evimiz ეს ჩვენი ახალი სახლია. saray değil ama სასახლე არ არის, მაგრამ არა უშავს. ikimde de მე და შენ გვეყოფა. ხომ ასია? hiç merak etme. ნუღელავ. Anne burayı sana çiçek. დედიკო აქაურობას გაალამაზებს. Yavaş yavaş. ნელა რა თქმა უნდა. Gel bakalım seni şuraya koyalım. მოდი აქეთ. Değişik. რასი ბინძურია. ყველაფერი დამტვერელია. Şimdi sana bir soru. გამოთმობილს მოვძებნი. მალე დათბება. Şimdi ısı. ახლავე. Tahir'le konuştuklarını. გავიგონეთ ახირს, რასაც ეუბნებოდი. Ben gidiyorum. მივდივარ. Senden boşa. განქორწინება მინდა. ჯანდაბა, რას ნიშნავს განქორწინება გინდა? ეს რას ნიშნავს? რას? ჯერ მკითხე. მომისმინე. გაარკვია სინამდვილეში რა როგორ იყო? ილიას შვილო რა მოხდა? ილიას რა ხდება? ასე ეწავიდა, წერილი დამიტოვა რომ განქორწინებას აპირებს. მოიცადე და მშვიდი. ეს შეუძლებელია. Sabah geçer onun siniri. დილას გადაუბლის ბრაზი. ალბათ თავის მშობლებთან წავიდა. რაზე ველაპარაკო? სალაპარაკო რა გვაქვს? ილიას ასე უეცრად რა დაემართა? რა მოხდა? ღმერთო. თუ ასე უნდა წავიდეც. დაგვალა. შვილო. იმ გოგოსთან ვერაფერს გააწყობ. ტყუილად ნუ გაირჯები. ასე რომ, დაწყნარდი. ხო, ნუ ნერვიულობ. ხო. ამდილაუთენია ვინ უნდა იყოს? ილიას? რა მოხდა? ასე ეს სასაყვანად მოვედი.
ასიეს დასაყვანად რომ ეძინა მაშინ მოვიდა ისევ რაღაც მოხდა სად არის? ვინ? ასიე. აქ არ არის შვილო. სად მიდიხარ? მოიცადე. ასიე. რა მოხდა მითხარი? ასიე, ნუ მემალები. ასიე, გამოდი. ნუ მემალები. რა მოხდა ილიას? აქ არ არის. ასიეს რა დაიმართა? გაუჩინადა. ჩემი შვილი წაიყვანა და სადღაც გაქრა. აქ თუ არიან, კარგი დღე არ დაგადგება. ბატონო ჯიმშით. ასიე და მეჰმეთი გაუჩინადნენ. სად უნდა წასულიყვნენ? ამ სიცივეში ბავშვთან ერთად სად უნდა წასულიყო? ახლავე დარეკე მის სახლში და დაწვრილებით გაარკვიე რა მოხდა. კარგი. Sefer kesin bulunmayacak. ამჯერად ასიე ისეთ ადგილას წავიდა, სადაც ვერავინ იპოვის. Ah Asiye, ah. ასიე. Hadi anneciğim hadi bu son. ჩუმად დედიკო, ჩუმად. Niye böyle? სულ ცოტა დარჩა. სულ ცოტა. Oğlum sen yanıyorsun. რა დაგემართა შვილო? შვილო, Tamam. გეყოფა, გეყოფა. Ateşi ne yapalım? ცხელი ხარ? ღმერთო, Tamam dur. მაღალი სიცხის დროს რა უნდა ვქნათ? Tamam yok. Geliyorum. ახლავე მოგხედა. ახლავე. ძმარი. Alo. Alo, Ben yeni kiracınız da მე bana თქვენი iki ახალი şişe მდგმური sirke ვარ. lazım. ორი ბოთლი ძმარი მჭირდება. Bir de არ ვიცი, ყურძნისაც შეიძლება. კიდევ ორი ბოთლი რძეც გვინდა. გმადლობთ. Tamam anneciğim. მორჩა საყვარელო, მოვდივარ, მოვდივარ. საჭირო არ არის, მე გადამიხდი. არავითარ შემთხვევაში, ფული მაქვს. რა უცნაურია. რა უცნაურია. ეს ქალი აქ როგორ მოხდა? შენს მეგობრებს კითხე. წლის ბავშვიანი გოგონა, ყავისფერი ხვეული თმით. კუმიჩის რაიონი და ხომარავის წაგიყვანიათ სადმე. Ya beni bile aramadı ya. მეც კი არ დამიკავშირდა. რადგან მე არ დამირეკა? ჩათვალე რომ ვეღარასდროს იპოვე. მაგრამ ეს დაიმსახურე ილიას. სალიჰა, წამოდი. ხელი გამიშვი. Olan kızcağızı oldu ya. შედეგად ასია დაზარალდა. ვინ იცის ბავშვით ხელში სად შეაფარა თავი? წყეული მციყავი ილიას. საკმარისია, დაწყნარდი. საკმარისია, სალიჰა. სიტუაციას ნუ ხარ გაამწვავებ, წამოდი. კარგი, დაწყნარდი, ვიპოვით, ნუ ცხარობ.
კარგი შვილო. კარგი. Gideceğiz şimdi doktora. კარგი დედიკო, მალე წავალთ. ექიმთან წაგიყვან. წყნარად. მოიცა. მოიწმინე. დაგაფარებ. ყველაფერი კარგად იქნება. ჩუმად. მეხმენ ნუტირი. მოიცადე. ღმერთო, რა არანორმალურია. Kimsiniz? ვინ ხართ? Ben doktorum. ექიმი ვარ, ქალბატონო. Çekinmeyin. ნუ გეშინიათ. დიახ. საღამომშვიდობისა. Ben doktor. ექიმი ვარ. Burada bir აქ პაციენტის ანახავად ვიყავი. ბავშვის სტერილი გავიგონე და მითხეს რომ დიდი ხანია ტირისო. bir bakmamı თუ გნებავთ გავსინჯო. ხუმრობთ? დაუჯერებელია. თქვენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა. შემობრძანდით. ოთახშია. Dışarıda. მაღალი სიცხე აქვს შუა დღის შემდეგ. Önemli. სერიოზული არაფერია. ცოტა გაციებულია. შვილო, შეხედე. ბიძი ექიმი გიმკურნალებს. İyi yapacaksın. ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი. Allah gönderdi sizi. რომ არ მოსულიყავით. Gelmeseniz biz hasta. საავადმყოფოში მოგვიწევდა წასვლა. ექიმო, როგორ არის ბავშვი? ყველაფერი რიგზია, სანერვიულო არაფერია. Bir şey yok. დილამდე სიცხე დაუწევს. გაციებულია, მაგრამ საერთო ჯამში ბავშვს დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვს. მოპატიეთ ასე ნაჩქარევად, შუაღამისას რომ გამოგიძახეთ. თან გამოგონილი ისტორიის მოყოლაც გაიძულეთ. Olur böyle. არაფერია. Önemli olan. ზოგჯერ ხდება ხოლმე. თავარი ბავშვის ჯანმრთელობაა. უღრმესი მადლობა. Ben teşekkür ederim. მადლობა თქვენ. Tekrar geçelim. გამოჯანმრთელებას უსურებ. გამშვიდობისა.